ფილმი გადაღებულია საბჭოთა კავშირის ტელერადიო მაუწყებლობის სამინისტროს სახელმწიფო კომიტეტის დაკვეთით. ლენინის ორდენოსანი კინოსტუდია ქართული ფილმი. პირველი შემოქმედებითი გაერთიანება. ჩემი ბოშები. ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით. შევხედოთ რა მოხდება. როგორ გაბედა ამის გაკეთება? როგორ გაბედა ჩემ შვილიშვილს ხელით როგორ შეეხო? ამბობდა ხალხი უღმერთოაო, მე სულელს კი არ მჯეროდა. გამიშვით უნდა მოვკლა. კარი გამიღე კაკუტია. ოლღა ვარ ქერქაძე, მაგ ბაღანას ბებია. ნუ ყავს ჩაკეტილი მაგ შენს აყროლებულ ოთახში ჩემი ისედაც გაჩხინკული შვილიშვილი. ადამიანი არ ხარ? გააღე კარები. გამოუშვი. ასე არა კაკუტია. ახლა ნახავ მიწასთან როგორ გავასწორებ შენს ქოხს. ქვაზე არ დავტოვებ. მე შენ გიჩვენებ სეირს. ბავშვობაში როგორც ყველა ჩემი თანატოლი მეც მოუსვენარი ვიყავი. ამის გამო ბებია ჩემისგან ბევრჯერ მომხვედრია, მაგრამ ვინმე ხელით რომ შემხებოდა ან რაღაცით ეწყენინებინა ჩემთვის. მნიშვნელობა არ ქონდა ვიმსახურებდი თუ არა ამას, ბებია მზად იყო შუაზე გაეგლიჯა ჩემი დამჩაგვრელი. დააგდე ეგ წიგნი და გამოდი. მაჩუკა. საკუთარი წიგნებით საკმარისად გაქვს. ბოდიში. ყოილად შეგაწუხე. გამოუშვი ბებია. უბრალოდ დინარეზე ჩავალთ. დღეს გეყოფათ გართობა. ვისთან არის ეს ფოთოლა? ქორიძეებთან. იუზასი და ვარლამის. უბედურები. რა ეშველებათ ახლა თქვენს ობლებს? თქვენ საცოდავ ცოლებს. ბედნიერია დედა თქვენი ამ დღეს რომ არ მოესწრო. ჩვენ არ გვესმოდა არც ქვემეხების გრუხუნი, არც
ტრის თვითმფრინავების ხმა, მაგრამ კვირა არ გავიდოდა ფოსტალიონ ფოთოლას ვინმეს ოჯახში ჯარისკაცის დაღუპვის უწყება არ მიეტანა. Не принесла бы похоронки в чей-нибудь дом. აქ დადგე ფეხები. Ставь сюда ноги. იმ დროს დაუსრულებლად ვკითხულობდი С конца читал и და კვლავ უბრუნდებოდი ჰექტორ მალოს უსახლკაროს. ყველაფერი, რასაც პატარა რენე განიცდიდა, თითქოს ჩემს თავს ხდებოდა. ходила будто со мной. ეს მე გავხდი ვიტალისის მოწაფე. მე დაუმეგობრდი კაპის, Это я подумал. დოლჩის, ზერბინოს. Дольче, Зербино. ეს მე ვიყავი ობოლი Это я был. და მერე დედა ვიპოვე. А потом нашел мать. ადექი ძილის დროა. ბებია. აიქნება ცოტა ხანს რომ ითამაშო. ბებია, ცოტა ხანს რომ ეთამაშო შეგიძლია? ახლა თამაშის დრო არ არის. ცოტა ხანს. კარგი, ვიცი, მაინც არ მომეშვები. რა უნდა ვქნა? Что я должна делать? ვითომ ბოროტი ქალი ხარ და სახლიდან გამაგდებ. И выгоняешь меня из дома. ეს რა თამაშია? Прошу, მეზღაპრე? გეხვეწები რა. как я должна тебя выгнать? კარგი. როგორ უნდა გაგაგდო? Я больше მითხარი რომ შენი რჩენა აღარ შემიძლია დღეიდან შენი ფეხი აღარ ვნახო ამ სახლშიო და პანგურით გამაგდე აქედან. вытолкни меня пинком. Пусть будет. კარგი, რაც არის, ოღონ დროზე. აბა ადექი. მოშორდი აქედან. Убирайся отсюда. სადაც გინდა იქ დაიძინე. Хочешь, чтобы духа Эсэ твоего чен. не было в моем доме? Пангури. Вот тебе и пинок. ღმერთო დიდებულო, რას აღარ მოიგონებს ეს ბავშვი? ნოდარ, Дарий, где ты? სად ხარ? Откликнись, не время сейчас. ხმა გამეცი. ახლა დამალობანას დრო არ არის, ნოდარ. რა დაგემართა შვილო, რა გატირებს? სახლიდან გამომაგდეს. რას ამბობ, ნუ გააგიჯე მეზობლები. ვინ გამოგაგდო? Своди с ума. შენ თვითონ არ მოიგონე ეს თამაში? Ты же сам придумал эту игру. დამშვიდი საყვარელო, დამშვიდი. Ну не плачь, ნუ ტირი. Господи. ღმერთო, საკუთარი 4 შვილი გავზარდე. Еще троих. კიდევ 3 ობოლი ძმისშვილი. Все они играли. ყველა თამაშობდა, ცელქობდა. А с тобой შენ რატომ არ გავხარ ნორმალურ ბავშვებს? თამაშობდი ის არ საქმე. შენი ყველაფერი უცნაური, რატომ არებია?
მამდილა უთენია, სად მიდიხარ, უჭმელ უსმელი. Не евший, не пивший. მოიცადე, ვის ველაპარაკები? პაპა შენმა ბოლოს 905-ში გაისროლა ამ თოფიდან. Стрелял из этого ружья. ვინმეს თვალი არ ამოუგდო. Чтоб вам ეშმაკმა წაგიღოთ სამივენი. ოდა თვალი არ დაცხარო, ვინმეს თვალი. Шкара, бичебო, шкара. Шкара, бичო, საჭმე, აღარ გაჭმევენ? ხელა, бичო, ნატვი მარია. უი. რამდენი ყოფილი ახლა бичო. აუ, შეაუ, бичებო. რამდენი დედა უყურეთ. ენა ხიაზაგია. საქართველოში ბოშებს ჩაჩნებსაც ეძახიან. ამიტომ როცა 1953 წლის ივლისში ხმა გავარდა, ზენობანში ბოშა ჩაჩნები მოვიდნენ და ლაშის ჭალაში ბანაკი გაშალესო. ეს ახალი ამბავი ისე მივიღე, თითქოს ყაჩაღები დაგვრსმოდნენ თავს. რადგან ბოშები და ჩაჩნები გურიაში ეშმაკისა და მაწანწალის სინონიმებად ითვლებოდა. также синонимы. Чёрта и бродяги. მე არ მეშინია, მე მივალ მათთან. ჯერა გაგიჟდი? არ გინდა. აქ დამელოდეთ. ოვალა. აკ. კარიკალუჩია, კარიკა, ნადა. Ай, конжода. Ай, конжода. Вача, ле. Надо, надо. Надо, джалдуни. Ла, песка. Я, конжода. Чува дай. აბა მომეცი ექთოპი. დაგიჭირე. წამოდი. წამოდი ახლავე გასავლი ჭკუას. წამოდი. შეხედეთ ვინ მოგიყვანეთ. გვითვალთვალებდა. ჯიბეში რა გაქვს? ეს თოფი საიდან გაქვს? მუზეუმში მოიბარე? არა, პაპა ჩემისა. ვინ პაპა შენის? ახლავე ნახავთ ყავს გაგაძრობთ. ელფეხს დაგამტრევთ და შეგჭამთ. ეყოფა ნუაშინებთ ბავშვს. რა ქვია? აქ საიდან გაჩნდი? ნოდარი მქვია, სოფლიდან მომედი. გამარჯობა ნოდარი. გამარჯობა. მე გაზონი მქვია. ეს მიხაილაა ჩემი სიძე. ეს ლეონია. ეს კი იანოში. კარგი, წადით იმუშავეთ, ჩვენ დავილაპარაკებთ. წადით, გაინძერით. აიღე შენი თოფი მეომარო. აი დანა გამომართვი. თქვენ სოფელში რუსულად ლაპარაკობენ? არა, მე ადრე ქალაქში ცხოვრობდი მშობლებთან ერთად, მაგრამ ორივე მოკვდა. ფრონტზე დაიღუპნენ? არა, 37-ში დაიხოცნენ. ბებიამ წამომიყვანა თავისთან. ჩავალე. ეცოებლობაში გავიზარდე. ახლა კი ხომ ხედავ, ბანაკის ბელადი ვარ. ასე რომ ვიდარდებ. შენებს უთხარი სოფელში ბოშები არაფრის მოპარვას არაპირებენ თქო. ნუ შეეშინდებათ. ომი ჩვენს ხომ შეგვეხო? შეხედე. მხოლოდ ქალები არიან ბანაკში. უცოლო თუ ცოლიანი კაცები, ვინც კი ცოტა ახალგაზრდა იყო, ყველანი ფრონტზე გაიყვანეს. მალე ამათი დროც მოვა. ასე რომ მე მარტო დავრჩები ბანაკში ქალებსა და ბავშვებთან ერთად. ჩემი შვილიშვილები სად არიან? აი, შეხედე, ჩემი შვილიშვილი მარიანკა. Kaj patria? Demange. Demange. ხედავ რა გოგოა. ეს კი ჩემი შვილიშვილი სავკა. ეი, სავკა. მიდი ეს ბიჭი ცხენზე შესვი. ნუ გეშენია, მიდი. დატოვე ეს თოფი და წადი. მიდი, ნუ გსვენია. მიდი, ნუ გსვენია, მიდი.
მე სავყავარ, შენ რა ქვია? მე ნოდარი. რა სახელია? დაჯექი ნოდარ. ფერას დამდგარ ხარ. წადი. ბებია გენაცვალო, სინდისი იქონიე. დღეს მაინც გაიყვანეთ ხა საძოვარზე. ეზოში ყველაფერი გადაჭამა უკვე. ბებია, ისინი მემელოდებიან. უჩემოდ ნაბიჯს ვერ დგამენ. პირდაპირ გასაკვირია ნეტავ აქამდე როგორ მოაღწია ამ ხალხმა უშენოთ. ნუ გეშინია თვითონ მოვლენ. ხოდა შეგიძლია შორიდან უყურო. აუცილებლად უნდა ჩაეხუტო, რომ რამე ავადმყოფობა შეყარონ. მარტო დღეს ბებია გთხოვ. მერე თუ გინდა სულ ნუ გამიშვებ. ჯანდაბაში წასულ ხართ სამივენი. მივალ მე. ხო, მიდი. აქ დამიჩადე. კარგი გეყოფა. აბა მიდი ბიჭო. მიდი უფრო მაგრად დააწეკი. ოჩახ. გეყოფა მოიცადე. შემომხედე? აბა ნახე. ხედავ როგორი ნალი გამოვჭედეთ. მოგწონს ჩვენთან სამჭედლოში. ნოდარი, მოვდივარ, მოდი ხარ? მოვდივარ. რა ვიცარ, ნოიას მომწონს, მაგრამ ახლა უნდა წავიდე. ხვალისო მოვალ. Ну давай иди. კარგი წადი. Приходи. ხვალ შემოგვიარე. хотел совлачить папа, следуйте себе шукарный злачив папа, Иди, Витя, да, Харе, Ваха, да, Харе! რა გემრიელია? აიღე გოგონა. აიღე. აბა გამოდით მანდედან. Ну-ка выходите. მანდ არაფერი გესაქმებათ. Вам там нечего делать. რა გჭირს ჩემო კარგო, ჩემო ოქრო, შემომხედე. არაფერი არ ამიღია. მოდი ჯობია გიმკითხავებ. ყველაფერს გეტყვი. რა იყო, რა მოხდება, რით დამთავრდება ყველაფერი. რა უნდა ამას? Что ей? იმკითხავებ თუ გინდაო. იმკითხავებო? Она умеет. კარგად უყურე, არაფერი მოგპაროს. Украдет что-нибудь. А что? რა მაქვს, რა უნდა მომპაროს. გამოდი. მოდი. შემოდი ანეტა. მოდარი! სად ხარ, ბიჭო, სად? აქ ვარ ბებია, ახლავე მოვალ. Скоро приду. აღარ გათავდა, შენი ახლავე მოვალ. შემოდი ბიჭო. Иди сюда, ну. ნუ მიმატოვებ, არ მესმის, რას მეუბნება.
იმ დროს მთელი თუ არა ალბათ ნახევარი სოფელი მაინც მგლოვი არა იყო. ქართულ სოფლებში გვარებად და უბნებად ცხოვრობენ. მეზობლები ხშირად ღვიძლი ნათესავები არიან. ამიტომ ფრონტიდან მოსული დაღუპვის ერთი ცნობა ხანდახან 5 ოჯახს ჩააცმევდა ხოლმე წაწებს. აბა სამფეხა. აბა კარგი ჯაჭვები კერისთვის. ვინ გჭირდება შედუღება? დაჭედვა. გამოდით დიასახლისებო. ვის გაქვთ შესადუღებელი დასაჭედი? გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა. სავკა სადათი ხარ? მამა შენი გეძებდა. ბავშვებთან ერთად დინარეზე ვიყავი. კარგი. ნოდარ. კითხე დიასახლის რამე ხომ არ ჭირდება? რა კამარი აქვს ბიჭო? კარგია, კარგი. დუსია, გეკითხებიან რამე ხომ არ გჭირდებაო? სამფეხა კი მჭირდება, მაგრამ არ მაქვს ახლა საშუალება. სამფეხა უნდა, მაგრამ ფული არ აქვს. ფული თუ არ აქვს, პური მოგცეს. თუ რაც ქვია იმას, ჭადი. ჭადი საიდან მოვუტანო? ჩემი ბავშვებისთვისაც არ მაქვს სამყოფი. მიეცი ლონია, მიეცი. არ გვინდა არაფერი, წყალი გამოგვიტანოს და ეგ არის. გალს პატარა შვილები ხავს. წყალი მოგვიტანოს და ეგეც ვეღობა. ერთი სამფეხასთვის. რა უნდა ავიღოთ? ახლა მოვიტან. აბა სამფეხა. აბა კარგი ჯაჭვები კერისთვის. აბა მოდით, მოდით. ვის გჭირდებათ შედუღება? მოდით დიასახლისო, მოდი. გამატარე, ეს გამიკეთე. გამიკეთე. აი ღიარინანებ. ხელია ბიჭო. რას ამბობს? ამბობს თხელიაო. რა თხელი, ამა შეხედე. აიღე, გამომართვი. ახლავე გაგიკეთებ, დამაცადე. ცხენი როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა. ბავშვიც კი მიხვდება რომ მოპარულია. კარგი ვნახოთ, ოღონდ არაფერი შეიმჩნიო. დღეს დედა სანთელზე მკითხაობას მასწავლიდა. მე უკვე დიდი ხანია ვიცი. დედა ჩემი კიდე წყალზე მკითხავს. სავკა, გახსოვს პატარა რომ ვიყავი და ურბიტა რომ ჩამოვარდი? გზაზე სულ მეძინა სანამ უკან არ მოხვედით ჩემს წასაყვანად. არ მახსოვს. რა იყო დედა? აგერ ვარ. ახლავე მოკიდე ზაურიას ხელი და წამოდით. ნოდარიაც თან წამოიყვანეთ. გაიგე? მალე მოვალ დედა. მალე კი არა, ახლავე წამოდით. არ მომიყვანოთ მანდ. წამოდი ბიჭო. ნოდარი, შენ წამოდი. მე დავრჩები ცოტა ხანს.
სონია სონია მოგწამდი, რომელი ხარ? მე ვარ ოლღა სონია შენი ბიჭები შემოდი ოლღა. ახლა მაგის დრო არ არის. სონია, შენი ბიჭები დაბრუნდნენ? ჩემები დაბრუნდნენ, ნოდარი არ წამოყვა. დედა რა ვქნა? ამ შუაღამისას სად უნდა ვეძებო? ამ ოღროჩოღროში სად ვეძებო? გინდა წამოყვები? არა, შენ ხომ არ ყავს ასეთი გადარეული შვილიშვილი. Это у меня такой сумасшедший. მე კი არ მეზარება ოლღა. გამოყვებოდი ბოდიში, რისი ბოდიში? მარჩა მზად არის. შენ რომელი უფრო მოგწონს? ჩემთვის სულ ერთია. მაშინ მე ამას ავიღებ ჩემთვის. აი შეხედებ? ოჯახი ხარ. პირველი ვეჯერზე კარგად წახვედი. პატარა ნაბიჯებითი არე, თორემ შეიძლება წაიქცე. აღმარჩი ფრთხილად იყავი. შემომხედე როგორ ავდივარ. ნახე რა მაგარი მსხალია. აიხე. დიდი მადლობა. ელა ბიჭო, ელა. ას. დაშერით კაცო ამდენ ხანს. აგინე დაღამო. საქმეს მიხედე კალო. მე კი მივხედავ ჩემ საქმეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უსაშველო იცით რა. ასე. ეს ანანია. არავინ არ ცემს პატივს. ავიგონე როგორ ეუბნებოდა ბებია ჩემი მეზობლის ქალს. ღამით ფოთიდან სიმინდი მოაქვს და ჩვენს ბაზარში ყიდისო. თავის შვილები ომში არ გაუშვა. ცნობა გაუკეთა და დატოვა. ამიტომაც ახლა სახლში ყავს. რა ცუდი კაცი ყოფილა. ეს მისი ცხენებია, ბალახს რომ ძოვს. ხო, კარგად მოვლილი კი ყავს. ხორჯობა თქვენი ბაღდა. გამარჯობა. ჯუ. ნოდარია. ბატონო. მოდი ჩემთან ერთი წუთი თუ შეგიძლია. Не трудно. დიახ, დეიდა ვასასი. იმერიდება შენი შეწუხება, მაგრამ თხოვნა მაქვს ერთი. მითხარით ვასასი დეიდა. მომიყვანე ერთი კარგი მარჩიელი და მე ვიცი შენი პატევისცემა. კარგი. რაღაცა ჩემი ვანოსგან დიდი ხანია აღარაფერი ისმის. იქნება მითხრას რამე სახეირო. Что-нибудь утешительное. მოგიყვანთ დეიდა ვასასი. შენი იმედი მაქვს. გენაცვალე წადი, ახლა წადი. აბა შენი წინოდარია. რამდენია? მომისმინე ლაჩომირო, ბებია შენისაგან არ მოხდება ამისთვის. ახ, დი. ლეპო კადენ
დაჯექი. ჭამე. ზუსტად შენი წილი დარჩა. არ მინდა უკვე ვჭამე. ჭამე, მიდი. ჭამე. ოქსანამ, ერთმა ქალმა გამომაგზავნა. კარგი მკითხავი მინდა. მენთან ყველა კარგი მკითხავია. აბა რა გონია? Мы мангав саруб хэнти патря. Что мы керена, сош керена дача ворена дена техан никонеска. Дыхес гадятер льем бэш, ха пэска нара кернисо, а кабенга наджа никай хасиям саво чаворо. Шукар. Атач мандай хасиям чаворо надела несоте кера. მომისმინე, რადგან ჩემი შვილებისთვის საჭმელი არ დაგენანა? ჩემი კარტის სიმართლეს გეტყვის. ო, შენი ჭირი მე ყველაფერი მითხარი, არ დამიმალო. აი რა უნდა გითხრა ჩემო კარგო. ამბავს ელოდები. დიახ. ხოდა ჩემი კარტები ამბობენ, რომ მალე სიხარული გექნება სახლში. შენ გაიხარე. ყველაფერი კარგად იქნება. აი შეხედე კარტებს, შენი ჭირი მე შენი. ჩემი კარტი ყოველთვის მართალს ამბობს, შენ გაიხარე ჩემი გახარებისთვის. დიდი ბედნიერება გელოდება, შეხედე? ნათელი ცხოვრება გექნება. შენ გაგახარა ღმერთმა. ნუ ტირი საყვარელო, ნუ იტანჯები. შენ გაიხარე. ჭამე. მომისმინე, თხილი ხომ არასოდეს არ უჭამია. საიდან იცის როგორ უნდა ჭამოს? არ ვიცი. შენ ნოდარი არ ხარ? კი, მარგალიტა ბიცოლა. მარგალიტა ბიჩოლა. მობძან. აი მოგიყვანეთ მარჩელი, მარგალიტა ბიცოლა. ოჩახ, Что привел? შემოდით. კაი ბიჭი ხარ რომ მომიყვანე. ცოტა ჩუმად. ასე მოგწონს? ჩუმად. დაუძიე ცოტა. რაც არ უნდა იყოს სოფელი მგლოვი არეა. ძალიან უიხმაურებთ. გესმის როგორ უკრავს? აბა დაიჯერე. აი ასე. თითები აქ. ასე. ეს თითი აქ. ამით უფრო მოუჯერე. ასე. აბა მოიცადე. შეეცადე ყველა სიმს ჩამოკრა. აი ასე. თითები დააჯერე. ოჩა, კარგი ბიჭი ხარ. მალე ისწავლე. ოჩა. აბა კიდევ ერთხელ სცადე. დევანი თავისუფლად დაიჭირე. აი ასე. უფრო თამამად? კარგია. ასე. ოჩა. არა. ასე არა. შუა თითი იქ არ გიდევს, სადაც უნდა გედოს. აი ასე. ოჩა, კარგია. ნოდარი! ებიჭო, არ გეხურება? აიყო ბებია! დინდისი აღარ გაქვს, წამოდი სახლში. Имей совесть. დაგათენდა. Скоро светать начнет. Ты меня გესმის? დავალ, ბებია ჩემი მეძახეს. არა უშავს ჩავალი, არა უშავს. წადი ხვალინდელი დღეც გათენდება. მოვალ. ეშვილება რემ იმ ჩაჩნებს და უკეთესი აღარ დაგჭირდებოდა. Уж лучше бы они тебя Წადი და усыновили, ეშვილე. и дело с концом. И усыновят. წავალ და ვეშვილები. Ну так Წადი. წავალ. ნუ გადამრიე, ნოდარია ვაშალომიძე, თორემ იმისთანა საქმეს ვიზამ. იმისთანას. Советую тебе не сводить меня с ума. დუნიაზე კაცს რომ არ უქნია. Выкину, чего еще свет не видал. სინდისი არ გაქვს.
ამ სოფელში ბაღნები არაა თუ რაშია საქმე? არაფერია. მოგივლი მე შენ, თუ ყოფილ ვარ ქალი. მოგივლი. აქედან როცა წავალთ მე და მარიანკა წერილებს მოგწერთ ხოლმე. და როცა გავიზრდებით, იქნებ ისევ ჩამოვიდეთ თქვენ სოფელში. ვერა, წასვლას აპირებთ? რად გვეჩქარება რომ? აქ მოგწონს. ბიჭო. ნოდარია ხომ ხარ შენ ოლღას ბადიში? მე ვარ ქეთობებია. ერთი სათხოვარი მაქვს შენთან და არ დამზადე შენი ჭირინი. ნოდარი, მეც მომიყვანე ერთი კარგი მარჩიელი. შენ ხომ მეგობრობ მათთან. ქეთობებია. რაია? აი მოგიყვანეთ მარჩიელი ქეთობებია. მობრძანდით. მობრძანდით. მობრძან. მობრძან. დადით ახლა ბაღნებო, აქ არაფერი გესაქმებათ. Вам нечего делать. წავწევით, მე იცი ბიჭვარი ახლა. ჯერ მარჩიელება დაიწყო და მე ხო დაიწყებენ და მე უკანა კარებთან შემოვა. გაგინახავენ მაინც. მერიდება ამას რომ გეუბნები. Неловко мне тебя об этом. რისი იმედი უნდა მქონდეს, მაგრამ რა Какая ვიცი, у меня может быть надежда? იქნებ. ჩემთანაც მოიყვანო კარგი მარჩიელი. Ты ведешь хорошую гадалку. რა თქმა უნდა მოვიყვან დუსი. ჩემთვის არ არის ეს დიდი საქმე. ჩემი მიხაკოს შემდეგ შავ მიწაში უნდა Тебе ვიწვე. надо лежать. მაგრამ რა ვუყვამ ჩემი ცოდვით სავსეებს. С несчастными детьми делать. აი ვხედავ. ბევრ ხალხს ხედავ. Много людей вижу. ხედავ. აი, დუსია, გადათარგმნა ხომ არ გჭირდება, მე ეზოში გავალ. Выйду я лучше во двор. Иди. გადი. აი, რამდენი წვანა. ყველანი ლამაზები არიან. ახალგაზრდები. Ох, как же. როგორ მეწოდებიან. შენ ნუ გეშინია. შენი ბიჭი იქ არ არის. ღმერთმა ქნას ასე იყოს. ხელს ნომიშლი. აი ის ძლივს მოდის. გვერდით სულ მთლად ახალგაზრდა ბიჭი მოყვება. Но словят их враги. ერი დაიჭერს. Мучить Бог. აწამებენ. Тот молодой не выйдет. ის ახალგაზრდა ვერ გაუძლებს. Вон лежит моя. აი წევს საწყალი. შენი ბიჭი თავზე ადგას. ბებია! ბებია! რა იყო ბიჭო, რა გაყვირე? რა დაგემახსა? რა გაღრიელებს ბიჭო, რა იყო, მგელი მოგდევს. Ой, гонится. ბებია. ძალიან გთხოვ, დუსიასთვის რამე მომეცი. ხომ იცი არაფერი აქვს, ძალიან შეათ. Ты же знаешь, у них ничего нет. ჩვენ რა გვაბადია რომ სხვას მივცეთ. Самих-то გეხვეწები ბებია. отдавать. ძალიან Я გთხოვ. прошу, бабушка, უნდა რომ უკანასკნელი წიწილა მარჩიელს მისცეს. მომეცი რამე. дай что-нибудь. დუსიასთან მარჩიელია. Говоришь, у Дуси ო, მარჩიელია. Ладно. კარგი, წამოდი მოვნახავ რამეს, აბა რას ვიზამ. წამოდი. აი ვხედავ. თავი დააღწია იმათ. Стоит под ხესთან დგას, იღიმება. თეთრი კბილები უჩანს. ცოცხალია შენი ქმარი, ცოცხალია. ნუ გეშინია, მამა შენი ცოცხალია შვილო, ცოცხალია. ცოცხალია. живой.
გამარჯობა შენი დუსია. Доброе утро, Дуся. რა ვიცი? მარჩილმა მითხრა მიხაკო ცოცხალიაო. დოდვა ცოცხალი კაცის გლოვაო. Человека. ეგება არ უნდა დამეჯერებინა, Не должна была поверить. მაგრამ რა ვქნა? კიდევ უჯერე. ისეთი რამეები მელაპარაკა, ყველაფერი დავუჯერე. Такие вещи сказала, что я всему ყველაფერი დავუჯერე. ნამეტანი კაი გიქნია. и правильно сделала, что поверила. აბა რა უნდა გექნა? კაი გიქნია. Правильно сделала. გამარჯობა, ხალხო. გამარჯობა, ნინა. მოგძანდ. შემოდი. არა, შემოსასვლელად ამცალი. რაია? რამბო? რა ვიცი. ეგება არც იყოს დასაჯერებელი იმ ციგნის ქალის პრუტუნი. მაგის დედი მე ვინ მომწმარა. ხომ ჩამოვიდა ის სურგულაძე, ყველას რომ გამოტირებული ყავდა. Приехал же в отпуск этот оплаканный. გოგო მეწოდება, ხომ იცი გიждდებოდა მამამისზე. რაც დაღუპვის უწყება მივიღეთ, ცრემლი არ შეშრობია თვალზე. იქნებ დამკვდრეთით აღდგეს, იქნებ ღმერთმა გადმოგხედოს. Теперь может ეგება მართლა ცოცხალია. ცოცხალი კაცის გლოვა კი არ ვარგა. прям живой он. რა ვიცი, არ ვარგა. აბა რა არ ვარგა, ღმერთმა თუ მოინდომა. დავედი თორემ ჩემი თხა ვინმეს ეზოში არ გადავიდეს ისევ, შარი არ მინდა ზედმეტი. Хлопот не оберешься. Здорово было сегодня на речке, правда? Ты хорошо не веришь. Тебя. Здорово было, да? А что ты делаешь? Нет, смасила. Акида розтравында викаво. შეიძლება მთელ სოფელში არა, მაგრამ ნახევარში მაინც ბოშებმა ომში დაღუპული შვილები, ქმრები, ძმები, საქმროები, მამები და ნათესავები გააცოცხლეს. შეიძლება ყველგან არა, მაგრამ ბევრ ჩამქრალ კერაზე ისევ გააღვივეს ცეცხლი და ამ ყველაფერს ერთი მუჭა თუთუნის, რამდენიმე კვერცხის, ნახევარი წველა ყველის, ხანაც კი სულ უფასოდ ერთი ჭიქა ცივი წყაროს წყლის საფასურად აკეთებდნენ. Воды из родника. კერკაძის ქალო, Ольга Киркадзе. შემოდი ნინა. Нина, შენი ბაღანა უნდა მათხოვო. мне своего внука. წაიყვანე, სულ შენ ყავდეს თუ მიაგნებ და რამეში გამოიყენებ. შემობრძანდი ნინა. Можешь на совсем его взять, если найдешь. Все მე მაინც არანაირი ხეირი არ მაქვს მაგისგან. დილიდან დაღამებამდე ჩაჩნებთანაა. გიტარას აჟღარუნებს. გუშინ თავისნაირი ხუთი მოიყოლა თან. მთელი ხეები გაცალეს. Все деревья обобрали. ეზოში ერთ ალუბალსაც ვეღარ იპოვე პირის გასასვლელებლად. რაც მიწისზევით იყო, ყველაფერი შეჭამეს. ყველაფერი. დედა ჩემი სიკვდილი. Ничего не осталось. სულ არაფერი დატოვეს? Как როგორ არა? шея ილი დამიტოვეს, იმდენი გუშინდელიდან ვერ გავავლე მუსრე. вывести. მაინც მათხოვე ეს ბიჭი. Одолжи мне его. კი ბატონო, ხომ გითხარი თუ იპოვი შენი იყოს? Его на совсем. Ах ты. შენ სახლში ხარ ბიჭო? А ты думал, აბა სად უნდა ვიყო? ბატონო, ხელს აღარ შეგიშლით. მერე შემომიარე ნინა. გისმენ დეიდა ნინა. тетя Нина. უთხარი მოიტანოს. თასი, წყალი, ერთი პეშვი მარილი, სამი ნატეხი შაქარი და ოქროს ბეჭედი. რაიონენა? ტაშტი მჭირიაო. ერთი მუჭა მარილიო. წყალიო. ოქროს ბეჭედი და სამი ნატეხი შაქარიო. მაი ხوار გადარეულაენა.
შაქარი 3 წელია სიზმარშიც არ ვინახავს. რას ამბობს? ამბობს დიდი ხანია სიზმარშიც არ მინახავს შაქარიო. ვის უნახავს რო? ბეჭედი მოიხსენი. აქ დადე. აქ ხელში მიცემა არ შეიძლება. რავა, უშაქროთ აბა არი ვარგებს? გეკითხება უშაქროდ არ შეიძლებაო? კარგი, რამეს მოვახერხებთ. Найдём. გენაცვალე ამ შაქართ ბავშვებს ვუმალავდი, მაგრამ კარგი ადამიანისთვის აქსანას არაფერი ენანება. სიტკბო და სიკეთე ნუ მოგიშალეს შენ ღმერთმა. ფენს არ ოპანე. სუფთა ოქროა? ოქრო სუფთაო? ბაჯაღლოა, ნამდვილია, ნამდვილი. სუფთაა კი. ვიზზე გინდა მკითხაობა გენაცვალე? ლასინა. შვილზე. შვილზე. შვილზე გრიშა ჰქვია. ფენს არ ოპანე. ხედავ, ცოცხალია. ცოცხალია, ჩემო მარგალიტო. Живой берлам. უცხო ხალხშია. ხედავ, ცოცხალიაო. Среди чужих людей. გამოღწევას ცდილობს, ჯერ ვერ გამოაღწია. Вырваться не может. ცოცხალს ხედავ. წამოსვლა უნდა, მაგრამ ვერ მოდის. იყოს ნენა, იყოს სულიად გასდა. თავი თეთრი დოლბანდით აქვს შეხვეული. დაჭრილია ალბათ. ჩემო ოქრო, ჩემო ბრილიანტო. თავშია დაჭრილი, მაგრამ ცოცხალიაო. ნუ გეშინია ჩემო ლამაზო. ცოცხალია შენი გრიშა. დაბრუნდება. რძალი ბავშვებს გაგიჩენთ. ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ლამაზო. Красавица ты моя. ჩემო ოქრო. ნუ გაშინიაო. ცოცხლად დაგიბრუნდებაო. რა სჭირს? ამას რას უშვებით? სად მომიყვანე? არ ვიცოდი. ძვირფასო, შეცდომა მოხდა. წერილი სხვისი ხელით არის გამოგზავნილი და ის მოკლეს. Того убили. ამ ხანაკს ამოუღია წერილი და ის კაცია მოკლული. აი შეხედე. ცოცხალია მეთქი შენი შვილი. ცოცხალია გრიშა. დამიჯერე რო გეუბნები. აი შეხედე. მომატყოთ. არ მომატყო ამ ბაღანას გაფიცებ რომ ელოდები. არ მომატყო. ბავშვს გაფიცებ, მართლა მითხარია. Топты правду сказала. Дорогая, мирачаварес. Дорогая, мирачаварес. Дорогая, мирачаварес. უთხარი, ცოცხალია. ცოცხალია მისი შვილი. ცოცხალია. აი ნიშანი. ჯობიარობა დამეწყო. ბიჭი თუ გაჩნდება. გრიშას დავარქმევ. Right?
ყვიმე რა ხნა. კაი. ნუ შეშინდა. აი. დედა რა ხნა. თათული შემოგევლი ამის მარჩიელი მშობიარობს შემთან. მე რა შუაში ვარ? არა, მარჩიელობაზე არაფერი სასაყვედურო არ მაქვს, მაგრამ რამე რომ მოუვიდეთ შემ სახლში, მე რა ვქნა? თათული ქალებს დაუძახე. ანიჩკა იქნებს სახლში, იმას დაუძახე. გადაადგი ფეხი, რას დამდგარ ხარ? Чего стоишь? შენ კიდევ მოუსვი აქედან. А ты отойди отсюда. არაფერი გესაქმება აქ. კაი შენი ჭირიმე, კაი ახლა. იულის ხაროდები. სამზადიში ვინაკი, მიწალა ჩაჩის ხალი მომუყანებოდა ეს მოუყანე აბა მე რა ვიცოდი თუ ასე მოხდებოდა მე რა უნდა მექნა იმას რამე მოუვიდე და ბაღანაკი პრაქტიკა იგი ჩაჩინის ხალია ასეთ კი რაღაცას მიცელი ჩდება ნეტა გამევიდოდეს იმინა გაუჩდა მოიხსენი ბეჭედი თითიდან მაჩვენე. არა, დაგივარდება. ხო, არა, ისე ნახე. რა ლამაზია. Цеджевел шелберш сараменца. Я версасто. Здорово, бахтал. ეს რა არის? რა არის? დეიდანინამ თავისი ბეჭედი გაჩუქა. მე? რისთვის? რისთვის მეჩუქა? გრიშა რომ გააჩინე. დიდი მადლობა უთხარი. რა კეთილი ქალია. ოქროს ბეჭედი. ყვილად ნუ შევიწუხებთ თავს ქალებო, ნუ დავუძახებთ, მაინც არ წამოვა არც ერთი. მართალი გითხრათ, მე რომ ვიყო მათ ადგილზე არც მე წამოვიდოდი. რა კარგად მღერიანეს შეჩვენებულები. აბა, სონიჩკა მაღაზია ნაკლები სიმღერა არ ჩვენ ვიცით. არ გვემღერება თორემ? ხო და თუ არ გვემღერება, წავიდეთ სახლში. დავანებოთ ბავშვებს თავი. სხვისი სიმღერა მაინც მოისმინონ. წავიდეთ.
წავიდეთ ბიჭები. ჩემი ხელით რომ არ დამედგა წყალი, სხვას ვიფიქრებდი რაც. უჩინ მაჩინის ხური თუ დაიხურა იმ ხალხმა და ისე თუ შემეიპარა ეზოში რომ არა. ჩემი პაკუსია სონიამ გეიცის. სონიამ გეიცის. უცხოს კი არა, ზოგჯერ ჩვენ არ გვიშვებს ჭიშკარში. Как видно, они шапнули. ამ გაჭირვებაში 5 ქათმის დაკარგვა უბრალო საქმე არ არის. არც 2 ბატის. დედა, ყველგან ვეძებეთ, ჩვენით ხარსად არ არის. ალბათ სიგნებმა წაიყვანეს. რა გიხარიათ, სულელებო. რა მოუხერხო ამ ბავშვებს. მაინც ვერ დავეწევით ხალხო, წავიდეთ სახლებში. Пошли по домам. რას ვიზამთ? ისინი ცოდოები არიან, მათაც უნდათ ჭამა. Тоже есть хотят. შენ არაფერი არ მოგყარეს, ამიტომაც გეცოდება. რომ მოეპარათ, მაინც შემეცოდებოდნენ. Все равно бы пожалела. ოლღა, თქვენც მოგყარეს რამე? არა. У меня нет. რა დაგემართა ბებია? ავად ხარ? Ты заболел, что ли? ავად არა ისა. სულელო. იმ ჩაჩინების გამო ტირი, სოფელი რომ გაქურდეს. Который деревню ავი დამანებე, არავისეც არ ვტირი. ни по ком я не плачу. რამბავია. სოხატაურიდან კაცი ამოვიდა. იქაურმა მილიციამ ჩვენი ბოშები დაიჭირა. Говорит, там аж დილითვე დაუჭერიათ, მაგრამ მანქანა არ ყავთ ადგილზე. ამიტომ ამდენ ხანს არ შეგვატყობინეს. ვინც დაზარალებულია, ყველანი უნდა წამოხვიდეთო, ასე თქვა. თქვენი რაც არის, უნდა ამოიცნოთო. пусть все едут, чтобы свое добро опознать. Машина ასე თქვა, მანქანა წაგიყვან და ისე უკან წამოგიყვანთო. и мы с ними поедем, мама. თქვენ ჯერ აგერ ამობრძანდით ჩემთან. სადმე ხარ ბიჭო? სადმე ხარ? შეჩვენებულო, სად? ოტარია, სამიხოცა! ოი, ανε, ხარდა! ოი, ανε, ოი! აი გამარჯობა თქვენი ხო? მე ისე მრცხვენოდა რომ ტირილი მინდოდა. იმ წუთში მერჩია ბოშების გვერდით ყოფილიყავი ვიდრე ჩემს თანასოფლელი. ნუ თუ ვერ ხვდებიან რომ ეს უბედურები ქურდები არ არიან. არც მძარცველები. რომ ეს მათი ბრალი არ არის. თუნდაც არ უნდოდეთ გვერდით რომ ჩაულიან ნივთს, ის ნივთი თვითონ აეკვრებათ ხოლმე. მაგნიტივით არის. მე ასე ვფიქრობდი.
თუმცა მე ვინ მეკითხებოდა რამეს. იცნობთ ამ ხალხს? ი როგორ არა? ვიცნობთ როგორ არა? ეს საქონელი თქვენია? ი ეს ჩემია. ჩემია. აი ეს ჩემია. დაბრუნდით უკან თქვენს ადგილებზე. რა შეა საქმე პატივცემულო? რაზე დაგვიბარეთ? დაყრუდი ლევარსი ბერეჟიანო. გონი გასაგებად ვლაპარაკობ. თქვენ საქონელს მიხედეთ. ამათ კი მე მივხედავ. რომელ საქონელზე ლაპარაკობ ბატონო? მოიცა ეს ხომ თქვენი საქონელია? იყო ჩვენი. ამას ქვია რომ ადრე იყო ჩვენი. მერე გავცვალეთ. ვიღაცამ სამფეხზე. ვინ ჯაჭვებზე? არსენ გუდავაძე, რომელი აქ შენი საქონელი ამოიღე ხმა? ეშრელი გოჭი ჩემია. მერე ჩაჩნებს ხომ გაუცვალე სამფეხაში? გაუცვალე, აბა არ გაუცვალე? პირველად მესმის სამფეხა 4 ფეხაში გაიცვალათ. ეს ჩემი საქმეა. ეს მეორე გოჭი ვისია? მაგას არ ყავს პატრონი. კარგი. და ეს თხავისია ნინა. მე რას მეკითხები, მე რა ვიცი? იმიტომ გეკითხები რომ შენ გიყურებს თვალებში. თვალებში შენც მიყურებ, მაგრამ ჩემი ხომ არ ხარ? კალებო, რამდენადაც მე ვიცი ეს ქათმები ბოშებს მარჩიელობის კარგი ამბების სანაცვლოდ მიეცით. ასე იყო? კი, ასეა. მაშინ თუ ზარალი არ გინახავთ ამ საღამოს რა შემოხვედით ჩოხატაურში? ვიფიქრეთ რამე უბედურება ხომ არ მოხდაო? ომია ბატონო ჩემო, ომი. ალბათ არც ამ ხბოს ხავს პატრონი. ეგ ხბო ჩემი იყო, მაგრამ ვაჩუქე ჩაჩნების უფროს. გამაგებინე ამ შიმშილის დროს. რატომ აჩუქე? ბიძაშვილად გერგება თუ შენი მამიდაშვილია? ამ შიმშილობაში ვიღაც ჩაჩანს, რატომ აჩუქე ხბო? იმიტომ ვაჩუქე რომ მის ქალიშვილს ბავშვი გაუჩნდა ჩვენ სოფელში და გრიშა დაარქვა. ჩვენი ნინას ბიჭის სახელი. იმისი ომში რომ წავიდა. ეს მართალია. ხო, მართალია, მართალი. მართალია. კარგი, რადგან ასეა საქმე, მაშინ დაბრუნდით უკან ზენებში. ოღონდ იმედი არ გქონდეთ რომ მანქანას მოგცემთ. რადგან ასე გამაბითურეთ და გამასულელეთ ამ ჩაჩნებთან. მაშინ წადით უკან ფეხით. თქვენთან პრეტენზიები არ გვაქვს. თავისუფლები ხართ. შეგიძლიათ წახვიდეთ. წადით. Marelace. Kalina, Malina, ay hidroporo, Maria, ay
წავიდნენ ჩემი შავტუხა, ხალისიანი, მომღერალი და მოცეკვავე ბოშები. წავიდნენ უკან მოუხედავად. და თან წაიღეს ჩვენი სოფლის ერთი ციცქნა დოვლათი. სამაგიეროდ ზენოფში იმედის ისეთი კოცონი დაგვიტოვეს, დღესაც მინთია გულში.